გამარჯობა, მე ვარ თამთა. მე ვარ ვიზაჟისტი და ჩემთვის პირადად მაკიაჟში ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ წამწამები მქონდეს idеალურად. ეს განვიხილავთ ტუშებს. პირველ რიგში მე პირადად რასაც ვაკეთებ, იმისთვის რომ წამწამები მქონდეს მაღლა, როგორც იცით, აი წამწამების ასაპრეხი თუ რაც ქვია. უმეტესობა ამის გამოყენება სწორედ არის ის და ეხლა გეტყვით რატო. აზიანებს წამწამებს და შემთხვევაში აკეთებ. ცოტა ყელი მდგომა ამისთვის ბოჩი გიხდით. როდესაც წამწამს აიტუშავთ, მე ამით აღარ უნდა აიძიოთ. იმიტომ რომ მაგ შემთხვევაში წამწამებს გიზიანებთ და ეგ არ არის სწორი. რეაკეთებთ, არ გააკეთოთ თუ არ გინდათ რომ წამწამების გარეშე დარჩეთ. ტუშებია რაც ეხლა მაქვს. დავიწყებ ყველაზე ცუდი არა, მე პირადად რომ არ მომწონს. ეს ეფექტი რაც ეხლა მე მაქვს, სამ ტურს არ აქვს. მართლა გითხრათ, მიშასგან უფრო მეც მოველოდი, რადგან სხვა პროდუქტები რო დატესტილი მაქვს, ანუ ძალიან კარგია. მე მომწონს მიშა, მაგრამ სწორედ მომგვთქვარ არ ვიცი. მეტი არ ჩემქოვით. უფრო აი ძალიან ლაითად რო გინდა რო აიტუშო. ეს ძალიან კარგია მაგისთვის. აიტუშო. რევიშება ტუში და ეგ მომწონს რაც აქვს დადებითი სიგრძეს კარგად აფიქსირებს, მაგრამ როდესაც ამ ტუშით ვიტუშავ, აი ძალიან ცოცხი ისტორია თუ არა ვიცი, მაგრამ ძალიან ცოცხლით მაქვს ეს წამწამები და მე არ მომწონს ეგეთი ატუშული. ეს ის ტუშები. შორის რა განსხვავება ერთი არის წყალგამძლურს, რა აქვს ცუდი. ყოველთვის ამოდის ძალიან ბევრი. უბაშორებს ზედმეტს, ყოველთვის მე ესე ვშვები, თუ შიგნით რჩება და ტუში არ ამოდის. სულობას და სიგრძეს აძლევს. მოვანათებ ფოტოს აუცილებლად რომ გაჩვენოთ უბრალოდ რა დონეზე მიყვარს ეს ტუში. ვიყენებ ბაზად ყოველთვის. შემიძლია ვიტუშო ძალიან ლაითად. ან შემიძლია უფრო გამოვკვეთო ეს წამწამები, ეს მიზრდის წამწამებს აცალკევებს ერთმანეთისგან და არ არის გადაბმული. ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მე მომწონს რომ აი ესე თითო წამწამი გამკვეთილია. ბაზა. ეხლა გეტყვით რას ნიშნავს ბაზა. მე ყოველთვის ესე ვშვები. მაგალითად ვიტუშავ პირველი ამით, ყოველთვის ძალიან ლაითად. მინდა რომ მოცულობა გავუსარდო, წამწამებს და უფრო მკვეთრი მქონდეს. ამის შემდეგ, როდესაც ამას გამოვიყენებ, ყოველთვის მოცულობ რომ ფენებად გავაკეთო. 5 წამი ველოდები აი ამის გაშრობას, რომ დამიფიქსირდეს ეს წამწამები და შემდგომ ამით მოცულობას ვიზრდი. ეს ტუში არის ჩემი სიყვარულში ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ არის ვარდისფერი, ვიჟდები, მოყრება შემიძლია აი ამ ბაზის გარეშე. შემიძლია ფენა დავიდო როგორც ბაზა და შემდეგ როგორც მინდა ისე ლამაზად ავიტუშო. ეს ტუში მიცალკევებს წამწამებს. აი ამასა და ამას შორის ხე განსხვავება რა არის? სუბუქია. ვერ გრძნობ რომ წამწამები ატუშული. ეს ორი არის ძალიან მძიმე. ხედავთ რომ კარგად ვიშორებ მაკიაჟს. მაინც შავეს მიტოვებს. წამწამები რომ მაქვს, მირჩევნა რომ სუბუქად ვიყო, ვიდრე დამძიმებული. რეალურია მაგ მხრივ. სიმსუბუქი აქვს, მიგრძელებს, ცულობას მაძლევს და შეერთებული არ მაქვს წამწამები. ჩემთვის ყველაზე აუცილებელი. ანუ ამ ტურს ვიძებდი საკმაოდ დიდი ხანი და საქართველოში სადაც ვერსად ვერ ვნახე. ჩამოვწერეთ და გეტყვით სად უნდა შეიძინოთ, რომ ჩემნაირად არ იწოვოთ. პირველად შევიძინე ესეთი თავიანი ტუში. საერთოდ მომრგვალებულია. ძალიან მიწუნა. ეხლა გახსოვთ რატო? ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს წამწამების დაბოლოება მქონდეს ისეთი, რომ მაქვს ლაინერი. აი ამ ტუშებით მაგის გაკეთება ძალიან მიჭირდა, მაგრამ აი ამით ამ ტუში პირდაპირ შემიძლია რომ ამ ბოლო წამწამი გავაკეთო როგორც ლაინერი. როგორად ტუშავს, ესეც მსუბუქია. მოშორების დროს არ მიტოვებს არანაირ სიშავეებს. მნიშვნელოვანი კიდე ამ ტუში რაც მომწონს არის ის, რომ რადგან დიდი წამწამები მაქვს და მოცულობა მიზრდება, იმციმე იმატებს, ეს წამწამი დროთა განმავლობაში ჩამოდის და ეგ სიაქვს. რომ როდესაც ავიტუშავ, წამწამი არ ჩერდება. უშიან როდესაც ავიტუშავ, უბრალოდ ეგ დაფიქსირებული რჩება. ამას ეს აღარ ჩერდება. ფუნქცია ამას უკვე აქვს. ამიტომ არის ამ ტუშებისგან ეს ყველაზე მაგარი. წინა ვიდეოს არ ველოდი რომ რამდენი ადამიანი ნახავდა და მეგონა რაღაც 1-2 ადამიანი გამომიწერდა, მაგრამ საკმაოდ ბევრმა გამომიწერა და ძალიან გამიხარდა. ანუ თითოეულ თქვენთანაც მადლობას გიხდით, რომ გამომიწერეთ. თუ გაინტერესებთ საუკეთესო ტონალური ან რომელია საუკეთესო კონსილერი ან მსგავსი რაღაცები, აუცილებლად გადავიღებ. ისთვის უნდა გამომიწეროთ, ლაიქოთ ვიდეო, რომ мотиваცია მომცეთ და მე გავიფიცელო ვიდეოების გადაღება. ასევე მოიწერეთ რა გაინტერესებთ შემდეგში, რა განვიხილვა. ეს იყო მეგობრებო.
ნიკოლოს 14%-ია უკვე. ხომ მითხარი გეყოფა, უკვე დაჯდა. ანუ მე იმდენი ვისაუბრებ, უკვე დაჯდა.